Ამდენად დიდი ცოდვაა ბილდ სიტყვაობა და როგორ გადავეჩვეო. ბილდ სიტყვაობა შეიძლება ითქვას, რომ სულიწმინდის მადლს განდევნის ადამიანისგან. ახლა ადამიანი რჩება ღვთის მადლის გარეშე, სულიწმინდის მადლის გარეშე. ეს ძალიან საშინელი რამეა. იმიტომ რომ ნახეთ, როდესაც ადამიანი ამა თუ იმ სიტყვას ამბობს, ესე იგი მისი გული იმითი არის სავსე. შოთა რუსთაველიდან გაგახსენებ, კოკასაშინა რაც დგას, იგივე წარმოდინდების, ეგრე არ არის. რაც დგას, ის გადმოიღრება. ჩვენ როდესაც ბრაზობთ, გულიდან რაც ამოდის, ეგ არის ჩვენი, მაგითია ჩვენი გულის სავსე. ახლა დავუშვათ, შენ არ იცი ქვაბში რა არის და დუღს და გადმოდის. რაც გადმოვა, ხომ მიხვდები, რა თქმა უნდა, ქვაბი ამითია სავსე. და დუღილის დროს გადმოვიდა. და გულიდანაც ზოგჯერ გულიდან კი გაბრაზებული ადამიანი, მაგრამ მაინც არ გადმოდის ცოდი სიტყვა. და ესე იგი არ არის ამ ადამიანის გულში ეს სიტყვა. მაგრამ ზოგჯერ ადამიანის პირიდან ძალიან ბიძი სიტყვები ამოდის და ესე იგი მისი გული ამითია სავსე. ეხლა ამას ხების განსაკითხად კი არ ვამბობ, აი ჩვენს